მაინც გამეთიშა მეგობრებო, ესე იგი მოდი მეორე ნაწილად დავხოთ და გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. ტორი 13, იგივე კარი და რისი კარი, ხო? ეხლა შემომიერთდით, მოიცადე აქ როგორ მოგნიშნოთ, არ ვიცი, დიდი, ну, მოკლედ, ერთი სიტყვით, აი აქ ყველას მოგნიშნავთ, აი ესე, ყველა. ხო და მოკლედ გავაგრძელოთ, ეხლა გამეთიშა ეს ლაიფი, იმიტომ რომ დარეკილს უპასუხე და შემდეგ გაითიშა სამწუხაროდ. გავაგრძელოთ მეორე ნაწილი. და ხდება ისე რომ შემოდის, ახლა ვინც სახლიდან, ვინც ახლა შემომიერთდით, ამას პირველი ნაწილიც აქვს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ როგორც YouTube-ზე, ისე Facebook-ზე და ერთი სიტყვით გავაგრძელოთ ახლა საუბარი, ადის წმინდა ნინო აი ამ ადგილზე და აი აქ ილოცებ ჯვარზე, ჯვარია ეს, ჯვარი, მონასტერი. აი ამ ადგილზე ილოცებს წმინდა ნინო და მთელი ანგელოს და დასი გამოეცხადება, აი აქედან რომ ისე ყველა ხედავს ამას, აი აქ მდგარი ყველა ხედავს. აი ამ ბოლო რესეტის მდგომარეობა იყო ესეთი, რომ მთლიანად დაინგრა, გაიდა არმაზის ეს მთელი კერპები და ასე შემდეგ და მოხდა ესეთი რამე. ჩვენ ვიცით რომ აი მირიანს დაუბნელდება რაღაც სანადიროდ არის წასული და დაუბნელდება მთვარე და მე იტყვის რომ აი წმინდა ნინოს ღმერთიო და რაღაცა მოგონილია აი ყველაფერი. მირიან მეფე ძირითადად ქრისტიანულ რელიგიას მიიღებს აი ამ ამბის მერე, როდესაც თვალნათლივ გამოეცხადება ზეციდან მთელი ანგელოს და დასი. ამ ჯვრის მონასტერში ხა რა ხდება? ჩვენ ხო ვთქვით რომ სვეტი ცხოველში არის ესე იგი ქვები, სადაც წაიკითხა ვიქ არის ვახტანგ გორგასალი დაკრძალული, მეფე ბაგრატიონი ის მეფე და აი ამ პატარა მონაკვეთზე აი ამ ადგილებში ვითომ დაკრძალული არიან აი ეს პირები. სინამდვილეში ეხლა რა ხდება თურმე აქ? სვეტი ცხოვლიდან ადიოდი ჯაჭვის ხიდით პირდაპირ ჯვრის მონასტერზე. ჯვრის მონასტერიდან შემდეგ არის ჩასასვლელი, საიდანაც ჩადიოდი იმ ქალაქში, მიწისქვეშა ქალაქში, რომელიც არის უშველებელ სივრცეზე თელ საქართველოზე არის გადაშლილი. აი ეს სივრცე მეგობრებო რა. და რო ჩახვალ პუნქტ A-ში, ამოხვალ პუნქტ B-ში, მაგალითად რო ჩახვალ ჯვარზე, ამოხვალ შიომღვიმეში. არ არის პრობლემა. ანუ იქ ისია, ყველაფერი კარგად დაგსელილი, რომ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტზე ამოხვალ ჩვეულებრივად. მაგრამ აქ რა ხდება ახლა? მარტო ის კი არ არის ჩასასვლელი და იქ ამოხვალ და იქ წახვალ და იქ გაივლი და იქ დაიმალები, არა. ეს სამალი არ იყო მეგობრებო, ეს არ იყო ვთქვათ ის რომ გავექცეთ ვიღაცას, დავემალოთ რაღაცას. ეს იყო მთელი ჩვენი მეფეების, ანუ მოყოლებული ადამ და ევადან დაწყებული მთელი ამ ექსპერიმენტის გენეტიკური კოდის ამ ადგილზე შენახვა. ანუ გენეტიკური კოდი რა არის? წმინდა გრაალი, სისხლი, ხო ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ. მთელი სისხლის წარმომადგენლობა, ვინც კი რამე ყოფილა საერთოდ საქართველოში, ინახება აი ამ არქივში. ეს არის არქივი, სადაც ინახება ჩვენი მეფეების ყველა მეფის მუმიფიცირებული გვამი. თუ არ ვცდები, იმის გარდა, ერეკლე მეფის გარდა და თამარ მეფის გარდა. ეხლა რატო თამარ მეფეც აქ არის, მაგრამ თამარ მეფის გვა, ანუ კაბა გასაიდუმლოებულია. ესე იგი თამარ მეფის კაბის საპოვნელად აი ამ არქივში რო ჩახვიდე, ხო? ის იმდენად არის გასაიდუმლოებული, რომ ამას ვერ გააღებს ჩვეულებრივი ადამიანი. ეხლა არსებობს ორი ვერსია თამარ მეფის
ჩემში არსებობს ორი ვერსია რა. არის ერთი ვერსია, რომ აქედან ჩადიხარ და მე იმ ადგილს თუ იცი, სად არის თამარ მეფის აკლდამა იქ შეიძლება მიაგნო. არის მეორე ვერსია, რომელიც ჩემთან უფრო რეზონირდება, თამარ მეფემ აი ამის და გამო რომ თვითონვე მიხვდა რომ იმ სისტემაში იყო ჭირი შემძრალი, თავიანთ მეფეების სისტემაში ჭირი იყო შემძრალი და აბსოლუტური სიბნელე იყო და ამას ვერ ერეოდა თვითონ თამარი მარტო. გადაწყვიტა ესეთი რამ, რომ თავისი განდობილების მიერ შეექმნა ცალკეული არქივი, რომელიც იქნებოდა ანალოგიური სისტემის. და ანალოგიური სისტემის არქივი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, თავისთავად გასაიდუმლოებულ ადგილს და შემდეგ მაგას აქვია არამხოლოდ ადგილს და ამის მოფიქრებას, არამედ ამის განხორციელებასაც, ხო, მაგალითად ფიზიკურ შრომას. ფიზიკური შრომა არის ის, რომ შენ ახლა ადგე და 50 კაცს ათხრევინო სადღაცა არქივი და შეაქმნევინო იქ სივრცე, სადაც შემდეგ შეინახება შენი გემი, გრალი. ხო? ეხლა რატო ყვები ამას, იცით? როდესაც თამარი ამბობს, რომ გაიტანეთ 9 კუბო და 9-ვე მიმართულებით წაიღეთ, ანუ უამრავი მიმართულებით წაიღეთ, უამრავ მიმართულებაში მართლაც მოხდა ეს, რომ 9 კუბო გაიტანეს თამარის ბრძანებით, 9 კუბო დამარხეს ისეთ ადგილზე, რომ ყველას ეგონა, რომ თამარი არის აქ დაკრძალული, მაგალითად გელათშია დაკრძალული, სვანეთშია დაკრძალული, რაჭაშია დაკრძალული, იქ არის თვითმხილველები არსებობენ, რომ აი იქ დაკრძალეს თამარი, მართლაც, მაგრამ აი ამ აკლდამებში, იმ თვითონ სასახლეში არავის არ ჩაუხედავს, ხო? იქ იყო თუ არა მართლაც თამარი და თამარის ანუ საერთოდ მეფეები გადიოდნენ და იმ ადგილზე ვანდებოდნენ, სადაც შემდეგ განუსვენებდნენ სულს, განუტევებდნენ სულს. არავის არ ეგონოს, რომ მეფეები მართლაც იმარხებოდნენ იმაში, მიწაში. არ იმარხებოდნენ მეფეები მიწაში, ფარაონთა წესი, როგორც არის, ვიცით, რომ იყო მუმიფიცირება, შემდეგ ამას ასაიდუმლოებდნენ. ეს არქივებია, მთელი ეს პირამიდები არის არქივები, სადაც ვთქვათ შენახული იყო ამა თუ იმ ადამიანის გვამი. და იცით, რომ კავკასიიდან წასული სისხლი აღმოჩნდა ეს და ასე შემდეგ რა. მოდი, ეხლა დაუბრუნდეთ ისევ იმას, რომ როდესაც ვთქვათ თამარმა აი ეს მოაწყო ის, რომ თავისი არქივი შექმნა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ იმ სისტემაში უკვე შემძრალი იყო დიდი ჭირი. ამ სისტემაში არაერთი თავისი ახლობელი თან გაასაიდუმლოვა. მის წინ გარდაცვლილები, ანუ მისი განდობილთა გარდაცვლილები თავისთან გაასაიდუმლოა. ანუ არსებობს ორი არქივი. ერთი, რომლითაც ჩადიხარ, ესე იგი ჯვრის მონასტრიდან, პირდაპირ იმ არქივში, სადაც ჩვენი მეფეები დაკრძალული არიან და იქ არიან ყველანი. და ღმერთმა იცის მათი გვამების, აი როგორც ახლა ბერი გაბრიელის ხან გულს დაატარებენ და ხან იმ ნაწილს და ხან იმ ნაწილს არ ვიცი, გულის კუნთს და გულის რა ვიცი რაც გადარჩა. და მჩხიბაობენ და არის მეორე არქივი, სადაც კაცის შვილი ჯერ არ შესულა, მას მერე რაც თამარის დროს დაიკეტა. მე-12 საუკუნეში, როდესაც ამ ორმა ბოლო განდობილმა თამარი დაკრძალა და შემდეგ თავის განწირა. იმისათვის, რომ არ გასაჯარაოებულიყო აი ამათი აკლდამები. ეხლა გიჟები ხო არ იყვნენ, რატო გააკეთებდნენ აი ამას, რომ არ ქონოდათ მათ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდებოდა მეორედ მოსვლას. იმიტომ რომ ისევ და ისევ ქრისტეს უკავშირდებოდა, ქრისტეს პერიოდს. ქრისტეს მეორედ მოსვლის პერიოდი არ მოხდება, მეგობრებო, ისე რომ გადაწყვეტილება ქრისტესი იქნება. არ მოხდება ესე, მეგობრებო. გადაწყვეტილება არის თითოეულ ჩვენგანის. ჩვენ თუ გვინდა რომ მოხდეს მეორედ მოსვლა, ჩვენ მას დავუძახებთ. ანუ მოსურვე ქრისტეს დაუძახებსო, ხო? გაიხსენეთ, არის ეს
ესე არის რა, დაახლოებით ეს წერია სახარებაში, მსურველი იტყვის მოდი. და მსურველი, როდესაც იტყვის მოდი, აი მაშინ უკვე გადაწყდება ქრისტეს მეორედ მოსვლა და ქრისტე რას ამბობს? არავინ არ იცის კაცის შვილმა მამას გარდა, როდის მოხდება ეს. და მამის გარდა, რატო იცით მეგობრო? მამის გარდა არავინ არ იცის კაცობრიობა როდის გამოფხიზლდება. როდის დაიძახებს მოდი ჩვენთან უფალოს. როდის დაიძახებს მოდი, ქრისტე მოდი, ხო? და ეს რომ მოხდეს, უნდა ისეთმა სულებმა დაიძახონ მოდი, რომლებიც არიან აღმდგარი. მკვდრები დამარხონო ამბობს, ანუ ცოცხლებიც მკვდრები არიან, ეხლა ჩვენ საზოგადოებაში, აი გაიხადეთ, რამდენი მოძრაობს, რამდენი ვითომ ცოცხალი სული მოძრაობს, არის და სინამდვილეში მკვდარია ადამიანი, როდესაც ვერ წდება აი ამ საიდუმლოებებს, ხო? ცოცხალი ადამიანი, რომელიც უკვე აღდგა. ეხლა რას ნიშნავს აღდგომა? აღდგომა არ არის ის, რომ მე ეხლა ძვლები ამოვთხარე და აი ავღდეგი. აღდგომა რა არის, იცით მეგობრებო, როდესაც სული გაიხსენებს, ვინ ხარ შენ? და ვინ ხარ შენ? იცი შენ ვინ ხარ? გაგიხსენებია შენ ვინ ხარ? არა, ხო? და რატომ უჭირთ თუ იცით სულებს გახსენება ამის? იმიტომ რომ როგორც თამარმა უკვე მიხვდა რომ ჭირია შემცვალი აი საზოგადოებაში, რომელსაც მასონთა საზოგადოება ქვია და საქართველოს ეკლესიაშიც უკვე მე-12 საუკუნიდან იყო შემცვალი ეგ და იმაზე უფრო ადრე დავითმა რომ გაასუფთავა, მაგრამ საქმე იმაშია მეგობრებო, რომ თქვენი სხეულები დატაცებულია ზოგი მიწის მიერ, ანუ მიწამ ჭამა, ზოგი კაცმა ჭამა და ზოგი ცხოველმა ჭამა. ზოგი ცეცხლმა ჭამა. ხო, ინდოეთში იცით რომ თქვენ წვავენ, აჭმევენ, პირდაპირ შეწირვები მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ფიზიკური სხეულები, რომელიც რა იდეაც პრინციპში ფარაონების იდეა იყო, რომ შენი სხეულის არც ერთი ნაწილი, არც ერთი ორგანო, არც ერთი ნაწლავი, არც ერთი არაფერი არ უნდა ეკლდეს იმისათვის, რომ სულმა გაიღვიძოს. და სული აღდგეს. თქვენ ამტკიცებთ, რომ იესო 3 დღე დავანებული იყო იქ, სადაც ჯვრის მონასტერია. იქნებ ისიც მოყვეთ, ვინ აწამა იესო. იმას ვერ ითქვით, რომ იუდეაში აწამეს. ჩამოიტანეს საქართველოში 3 დღე იყო მიცვალებული. მერე აღსდგა და სად წავიდა. აუ მარიამ მოიცა რა, ჯერ ჩემს ლაიფებს მოусმინდა, მერე დასვი კითხვა, კარგი? აი ესეთ პროვოკაციულ კითხვებზე. ან პროვოკაციული შეიძლება არ იყოს, შეიძლება მართლა გულწრფელად კითხულობდე ამ კითხვას, რასაც ახლა სვავ რა, მაგრამ არ იცნობ ჩემს წინა ლაიფებს, ესე იგი და მოუმზადებელი ხარ. ამიტომ გაიცანი ჩემი წინა ლაიფები და უკვე გაგეცემა ყველა კითხვაზე პასუხი. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ან ჩემი მსმენელი გაგცემს პასუხს და ჩაგიგდებს იმ ვიდეოებს, რომელიც უკვე გავაჟღერე. ჩამოიტანეს. გაეცით ძალიან გთხოვთ პასუხი მარიამს, ზურაბაშვილს. ზურაბაშვილი არის იუდეველი. ხო და მეგობრებო, ეხლა და არა უშავს იუდეველი თუ ხარ, შენს გაინტერესებს ალბათ საინტერესო თემებზე საუბრობ და დაგაინტერესდა. ეხლა რა მოხდა? არ უნდა ეკლეს და თუ გინდა რომ აღდგე და გაიხსენო, ამისათვის საჭიროა შენი სხეული მართლაც იყოს შენახული, ისე რომ მიტაცებული არ იყოს არამც თუ მიწისგან, არამც თუ ცეცხლისგან, არამც თუ ადამიანისგან და არამც თუ ცხოველისგან. ასე რომ თუ კი შენ ვერ იხსენებ შენს ვინ აობას, ხო? ვინ არის, ხო? ვინ არის ანი? ვინ ანი არის? შენ ხო ღმერთი ხარ, ღმერთის ნაწილი ხარ და რატომ ხარ ღმერთის ნაწილი თუ იცი? თვითონ სიტყვაში აი ვინ არის, გეუბნება რომ რომელი ანიაო, ვინ ანი არისო? ხო არის ანი. ანი არის თუ არის ღმერთი. თუ არის ღმერთები კიდე ვინ იყვნენ, კაცო, ეს წარმოუდგენელია ეს ცოდნები რომ დავკარგეთ ჩვენ. ყველაფერი თავის სიტყვა უკვე თავისით საუბრობდა. უკვე ისე საუბრობდა თავისთვის, რომ აღარც გჭირდებოდა უკვე ლაპარაკი, დუმილში ჩადიოდი უკვე. და
ხო და ზურაბაშვილი მოგეცი, ეს პროვოკაცია კი არა, სიმართლის გაგების მცდელობაა და სიმართლეს გაიგებ, როცა ჩემს ლაივებს მოусმენ. იქ ყველა პასუხს, აი ახლა ყველა ამ კითხვაზე არის პასუხი გაცემული, რაც თქვენ დასვით აი ამაში და აღარ დავკარგავ დროს. იმიტომ რომ ეს სერიოზულ თემაზე ვსაუბრობ და ჩემმა სვენელმა იცის რაზეც ვსაუბრობ. ჯერ მოისმინეთ და მე ჩემს ლაივებს უყურეთ. კარგით, ეს ჩემი რჩევაა. და ჭეშმარიტებასაც აქედან მიაღწევთ თუ კი ეძებთ. ვინ არის, ანუ ვინ არის? როდესაც შენ გასცემ პასუხს, ვინ ხარ? მოდი აი ვიმსჯელოთ რა. როდესაც გავცემთ პასუხს, ვინ და ხარ? ხარ სად არის? აუ ამით ვერ ვსარგებლო უკაცრავად, აი ამით უნდა ვისარგებლო. როდესაც გავცემ პასუხს, ვინ და ხარ? ვინ ხარ? თუ ამას გასცემ პასუხს, ვინ ხარ? გეკითხება ჩვეულებრივად სიტყვა, აი სიტყვა გეუბნება კოდს. ხო? 3 და 4 არის 7 და ვინ არის 6? 67. თქვა 67. 6 და 7 ხარო. გესმის? 6 და 7 ხარო. ესე იგი გამოდის რომ ვინ ხარ? ვინ ხარ? ზენი ხარ. ზენი ხარ. ზენი თუ ხარ, მაშინ ესე იგი ზეციური ხარ, ხო? ზეციური ხარ და რომელი ციური ხარ? ციური ვარსკვლავები რო შექმნა ღმერთმა ენოქის წიგნში რა წერია? ენოქის წიგნში წერია ესეთი რამე, რომ ყველა ვარსკვლავი არის ანგელოზი. და აქედან არიან ის ანგელოზები, რომლებიც დაეცნენ, ესენი არიან აი სატურნი, მარსი, ვენერა და ასე შემდეგ, ჩამოთვლილია იქ. მხოლოდ მზედამთვარი არ დაეცნენ და არ გადავიდნენ ღმერთის სიტყვას. დანარჩენი ყველა ციური დაეცაო, ყველა ანგელოზი დაეცაო. ჩამოცვიდა ვარსკვლავები ციდან. ეხლა ეს ფიზიკურად კი ნუ გაიგებთ, რომ ციდან ვარსკვლავები ჩამოცვიდა. არა, უბრალოდ ეს ვარსკვლავები გახდნენ მადლობა ნაპერწკალი, აი ქალბატონო მარია, მოусმინეთ ნაპერწკალმა გიპასუხათ. ხო და როდესაც დაეცნენ, მხოლოდ მზედამთვარი არ გადავიდაო ღვთის სიტყვასო და აბა მოდი ვნახოთ ეხლა რას ამბობდა ჩვენი ერთ-ერთი მკვლევარი, რომელიც გარდაცვლილი არის, შემახსენეთ მისი გვარი, მეგობრებო, რომელიც ამბობდა, რომ აი ეს კალენდარი არის მთვარისა და მზის კალენდარიო. მისი სახელი და გვარი სულ მავიწყდება, არა და ძალიან ადვილი სახელი და გვარი აქვს. შემახსენეთ რა. გამახსენდება თანდათან. აი თურმე ვინ არ გადასულა მზისა და მთვარის კალენდარი რატომ შემოგრჩა და რატომ აღდგა ისევ? აი ნახეთ რატომ, ეხლა გეტყვით რა. მზისა და მთვარის თავიდან იყო მთვარის ან მთვარი ანი არის ანის ღმერთი მთვარია. მთვარის ღმერთი ანია უпростоრედ. თავიდან იყო 26 დღიანი კალენდარიო, პატარიძე, ხო, პატარიძე უпростоრედ. რამაზ პატარიძე. აი მეგობრებო, რამაზ პატარიძეს ჯოხაძე რო დასინის, რა თქვა რამაზ პატარიძე მოითი გამაგებინეთო ესეთიო, რომ რა თქვაო, ესეთიო, რა თქვაო. იმ კაცმა და ძალიან მაგარი რაღაც თქვა რა, ჯოხაძეს გადაეცით. რა თქვა და აი ეს ანბანი, რომელიც შემდგარია მთვარისა და მზის კალენდრის მიხედვით, გარდაუვალია ამისი გაქრობა, იმიტომ რომ ეს არის ის კალენდარი, რომელი პლანეტებიც, ანუ რომელი ანგელოზებიც, რომელიც არიან მზე და მთვარე, არ გადასულან ღვთის სიტყვას და რომელი სიტყვაც არ გადავა, რომელი ანგელოზიც არ გადავა ღვთის სიტყვას, ის უკვდავია. აი ამიტომ ამ ანბანს და ამ ტაბუ დადებულ ენას ვერ წაგვართმევენ. და ამ ენით საუბრობენ მხოლოდ ის ხალხნი, რომელიც არიან ჭეშმარიტად, მართებულად ღვთის ნაპერწკლები, ვინ ანები.
ვინ ანები. რას ვინ ანებთ? აი თურმე რას ვინ ანებთ? ჩვენ ვართ ვინ ანები, რომლებიც სინ ანულში არიან. და სინ ანულით ისევ A0-თან მივედით. აი 10 ადამიანი მიყურებს და ეს არის A0 მეგობრებო. 10 არის A0. ეხლა რატო არის 10 A0 იცი? 1 არის A და 0 არის 0. A0 იკითხება როგორც 10 და აი დამოწმება არის რომ ჩვენ ეხლა 100% სინქრონში ვართ, რასაც საუბრობთ ზეცასთან. და რამაზ პატარიძემ რაც თქვა, აი ამ ანბანის მიხედვით, თავიდან იყო ესე იგი 26 364 დღე არსებობს სუმთლიანად 364 რო დაყო 13-ზე გამოდის 28 ზუსტად 28 პუნქტ 28.0 და რო დაყო 14-ზე გამოდის 26.0 ნახეთ რა თქვა პატარიძემ ის თქვა რომ აი ეს კალენდარი გარდაუვალია და ღვთის ჭეშმარიტი სიტყვაა. ამიტომ ამბობს ანი და ჰოევარო ქრისტე. ანი და ჰოევარო ამბობს ქრისტე. და რატომ არის გარდაუვალი? იმიტომ რომ ამ ენით რომელსაც ტაბუ აქვს დადებული, აეხსნა უკვე ტაბუ. ტაბუ ახსნილია მეგობრებო, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ახსნილია ტაბუ. თქვენ თუ ვერ გაიგეთ ჯერ, აი ქალბატონი მარის რაც ურჩიე, უსმინეთ ჩემს ლაიფებს და გაიგებთ რას აეხსნა ტაბუ. და როდესაც არ დამავიწყდეს ახლა გითხრათ, როდესაც ენოქის წიგნის თანახმად, რატო არის ენოქის წიგნი გადამალული ეს ცალკე თემა, დაგიფოსტეთ, ხო? ძალიან კარგი ვიდეო ჩაწერა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ. კარგად ხსნის, რატომაც აქვს ენოქის წიგნს ტაბუ დადებული და კითხვებს კარგად სვავს. ენოქის წიგნის თანახმად 366 დღე კი არა და 365 დღე კი არა. 364 დღე აქვს ზუსტად თვარისა და მზის ციკლს. თვარისა და მზის ციკლს, რომელიც იყოფა, ესე იგი, თავიდან ანის ციკლი იყო და 26 დღეით იყო დაყოფილი, ანუ თვეს ჰქონდა 26 დღე და არსებობდა 14 თვე, შემდეგ გახდა დაემატა მზე და გამოვიდა 28 დღე და 13 თვე. აი ესეც მეგობრებო ტაბუ 13, რომელსაც ტორი 13 დაარქვეს, აი იმ მანქანის ნომრებზე რომ წამოვიკითხე. ტორი 13 და ტაბუ 5 ერთ დღეს შემხვდა მე. ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე და მანქანის ნომრებს და იქ ვხედავ, სად ვინ როგორ აზრზეა და რა ხდება რა და ვინ როგორ მარიაჟობს თავისი მანქანით და ერთი სიტყვით აი ეს ორივე ტაბუ დადებული ენა და ტორი 13 იგივე კარი მე-13-იც გუშინ გაიხსნა. ეხლა რა ხდება? რატომ არის მე-13 თვე გველმჭერის თვე და რატომ არის ამოღებული? ეს იმიტომ არის ამოღებული, მეგობრებო, გველმჭერი საერთოდ ესეთი ციკლი არის, როდესაც გველი თავის კუდს პირში იდებს. როდესაც გველი თავის კუდს პირში იდებს, ესე იგი ის სინ A0-შია. A0-შია, ხვდებით, ისევ 10 კაცი მიყურებთ აგერ. ისევ A0-ში ვართ. ანუ ჩვენ თუ სინ A0-ში ვართ, ესე იგი ჩვენ გვედრო, ხო, გველის დრო მოგვეხსნა. და დროც გაიხსნა. გესმის, ახლა რა ვედრო გაიხსნა, ხო? თქვენ იცით რომ ასობგერა უნიონში, აი ეს არის ასობგერა უნიონი, რატომ არის უნიონი? აქ არის უნი და ონი ერთად. ასობგერა უნიონში არის ვიე და ამ ვიეს ეწოდება ვედრო და ეს არის კარი, მეგობრებო. კარი, რომელიც არის წილზე კი არა და თვითონ ერთ დღეზე დადებული. ეს ხაზი არის როგორც კვერთხი, ისევე ერთი დღის აღნიშნული. და აი ამ ერთ დღეზე არის კარი, აი ეს თაღი დადებული. აი ეს თაღი არის დადებული. აი ნახეთ? ხო? ხედავთ, ხო? უნიონში შემავალი ვედრო გაიხსნა.
აწი ანულში ვართ და აწი ისიც მოხდა, რასაც ბატონი ჯორჯაძე საუბრობდა ამდენ ხანს, რომ ჩვენ თუ არ გამოვიდა სიტყვა და თუ არ იმეტყუელა, მაშინ ჩვენ ვერ გადავალთო ვედროში. ჩვენ გადავედით მეგობრებო ვედროში, გაიხსნა ვედრო და დაიხურა უკუმავალი ვეხუ არის ევას დრო. ასე რომ გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ ვართ ვედროში. აი ეს ამათ იმ ილოებს ულოცავ, მაგრამ გიხაროდნენ მეგობრებო, ჩვენ შევიძინეთ ვედრო. და ვედროში არის წყალი, რომლიდანაც დალევდა არ მოგწყურდება. ეს არის ანი და ხოე. გაიხსენეთ სამარიტელ დედაკაცს, რასაც ეუბნება ქრისტე. მე ისეთ რამეს გიყვები, საიდანაც დალევ აღარ მოგწყურდებაო. ხო და მეგობრებო, დავდგეთ და ვაგოთ ხე მერვეები, აკაკის ხეები და ანი და ხოები. ხო, კარგი რამეა. ვედრო. ეს ვედრო, რომელიც ეჭირათ ფარაონებს, ყველა იმას, რა ქვია, ტვინ გახსნილ ადამიანებს. ხელში სულ ვედროები უჭირავთ. აბა თუ ჩანთას გავს, მაგრამ ვედროა წესით. აი ეს ვედროები, მეგობრებო, სწორედ არის ის დრო, როდესაც ადამიანებს გონება გაიხსნება, ცანი გაიხსნება და ცანი. ცანი რა არის ამ ვედროში? ცანი. და გახსნილია ცა თუ გინდა ვარსკვლავების დანახვა, მაშინ უნდა ჯერ პირველ რიგში მზე და მთვარე აღიარო. თუ მზეს და მთვარეს არ აღიარებ, დანარჩენი ვარსკვლავები ვერასოდეს აგიყვანენ ზე ცაში, იმიტომ რომ ისინი დაეცნენ. ხომ აქვს ჯოკონდა სიცილი. მაქვს. ვედროც მაქვს. ხო, ეხლა ნახეთ, არაფერია დაფარული რომ არ გაცხადდეს. ესეც ახდა. და არა ახდა. და როდის ვამბობთ ახს როდის ვამბობთ? როდესაც შავის უნთქავთ ჰ-ერს. ასე რომ ჰაერი. ჩვენ ვართ ჰაერი. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს ჰ. რომელსაც აბია ჰ. მოგიჯოკრე? ეხლა აღარ ვთამაშობთ შახმატს, არამედ ვუჯოკრავთ. ეხლა ვთამაშობთ ჯოკერს. ავედი, გაკოცეთ. აბგა უჭირავთ. თუნდაც იყოს აბგა, თუნდაც იყოს ვედრო, აი ეს უკვე სულ ერთია. ოცდასამი ვარ, 3 ჯერ 23. სპილენძისა თუთიას ცილინდრები ეკავა თეთრი. ეგ სხვა რამე, ეგ ხელში ესე ეკავათ და ჩანთა უკავიათ ხოლმე ესე ხელში, აი. უხრატო არ მაქვს, ეგ მოიცა იქნებ ნახო ეს ფოტო. არ მომიმზადებია თქვენთვის ეს ბოდო. წეგან დაგიპოსტეთ Facebook-ზე. გაიხსნა მეგობრებო ვარდი.
გაიხსნა ეს ვარდი. დავითის ვარსკვლავიც ჩვენია, იმიტომ რომ აქ ვარდი ზის და აი ამ დავითის ვარსკვლავს მხოლოდ და მხოლოდ იგებენ ისინი, ვისაც უჭირავს ვედრო ხელში. დაიჭირეთ ვედროები ხელში. დაგიპოსტავთ, მე სურათ ჩაგიგდეთ კომენტარებში, რომელ ვედროზეა საუბარი, ხო? გაკოცეთ. მოიცადე მარიამი, გთხოვთ პასუხი გამცეთო და გთხოვთ პასუხი გამცეთ ნორმალურად, მე გაგიკითხებით და მიპასუხეთ, რომელმა ქართველმა მღვდელმთავარმა შეადგინა უცოდინარი ქართველების ბრბო და ათქმევინა ხალხს. ქართველმა არა, იუდეველმა, ჩემო კარგო. ქართველმა არ შეადგინა. ჩემო კარგებო, ქართველი თავის თავს არ გაწირავს და თავის ხალხს არ გაწირავს, მაგრამ შემოპარული ქართველი, ვითომ ქართველი, რომელიც არის იუდეველი ან სხვა ერის წარმომადგენელი შერეული სისხლის, აი ის გაწირავს. თან თავის თავზე იტყვის ქართველი ვარო, გესმით? ქართველი არც ერთი მღვდელი არ არის, რომელიც გვატყუებს თვალებში გუყურებს და გვატყუებს. თან მეორეთ მოსვლას 20 წლით გადაგვიდებს. ნო, არც თქვენ ხართ ქართველი, ზურაბაშვილი. გამოიკვლიეთ თქვენი გენები და ნახავთ, რომ ქართველი არ ხართ. თუმცა თქვენ ეს გეცოდინებათ. აბა რომ მე მგონი გაგესით პასუხი. დანარჩენი აღარ მაინტერესებს ახლა თქვენი კითხვა, იმიტომ რომ დანარჩენი უკვე ვიცი რაც იქნება და ამიტომ არც თქვენ გაინტერესებთ ჩემი საუბრები ხოლმე, იუდეველებო. თქვენს გველის წიწილი რო გიზით იქ დედით იუდეველი ილია, იმას მოკითხეთ, იმას დაუსვით კითხვები, გაკოცეთ საყვარლებო.